მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენელს მაყურებელს დღეს გვექნება საუბარი 16-22 მარტის შუალედში მდინარე პროგნოზებზე დახუნძულია ეს კვირა მნიშვნელოვანი მოვლენებით პირველში 20 რიცხვის ჩათვლით პერიოდი ცოტა რთულია და გარკვეული ყურადღება ესაჭიროება წყალქვეშა დინებებს ამ კვირისა, მაგრამ თლიანობაში დახუნძულია იგი მოვლენებით პირველში ორშაბათს 16-ში თეთრი მთვარე ფარველი ანგელოზი 7 თვით გადაენაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში და ამით ხელშეუწყობს გამოჯამრთელებას, ხელშეუწყობს კოლეგიალურ ურთიერთობების გამოჩვენებას და ასევე გააძლიერებს ადამიანებში ორგანიზებულობას, დისციპლინას, წესრიგისა და სისუფთავისადმი მეტმიდრეკილებებს. ასევე 19-ში ჩვენ გვაქვს ახალ მთვარეობა მოხსენება ცოტა მძიმე ენერგეტიკული დღეა, მზის და მთვარის ენერგიების შეერთება მეტად იწვევს კონფლიქტებს, ტრაუმულ ტენდენციებს, სხვა სახის პრობლემებს, ამიტომ ვეცადოთ რომ ეს დღე ფრთხილად გავიარო და ხუთშაბათისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ დავნიშნოთ, არავითარი ახალი საქმის დაწყებას, არის მოქმედება, მოლაპარაკების წარმოება 19-ში და ასე შემდგომ, მშვიდობიანად გავიაროთ ეს პერიოდი და 20 რიცხვი მნიშვნელოვანია, რომ პლანეტა მერკური ამთავრებს თავის, ასე ვთქვათ, რეტროგრადულ მოქმედებებს ხდება დირექტული, სწორად მავალი, რაც ხელს უწყობს უკვე ახალი იდეების რეალიზაციას, საგრილების გაკეთებას, უკეთესად მოგზაურობას და ტვინის სხვათა შორის უკეთ მუშაობასაც კი და ასევე პარასკევს უკვე მზე გადაენაცვლებს 1 თვით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და ამით მეტად განავითარებს ადამიანებში ენერგიას, აქტიურად მოქმედების უნარს, მებრძოლ სულისკვეთებას, დამოუკიდებელ მოქმედებებს, ორგანიზატორულ მონაცემებს, თუმცა გააძლიერებს ასევე სულსწრაფობას და გააძლიერებს თორდადრო აგრესიულ ელემენტებს ხასიათის. ეს ყველა მოვლენა სწორედ ამ კვირაშია მოსალოდნელი. ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს რაც შეეხება, ესე იგი გარკვეული წყალქვეშა დინებები 20 რიცხვის ჩათვლით მოსალოდნელი, ამიტომ ვიყოთ ყურადღებით, მათ შორის ეს ვერძებსაც ეხება. გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება ეჩინონ თავი ფარულ, მტრეები, ჯორები, ინტრიგები, მოშორნეები, აქ ჯერ კიდევ აქტიურად მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგოდ, ამიტომ ენას კვირი დააჭირეთ, საიდუმლოდ დაიცავით. ზოგიერთი გეგმები შეიძლება ისე ვერ განხორციელდეს, როგორც თქვენ ეს გსურთ, ამიტომ გეგმების განხორციელების საუკეთესო პერიოდი ეს არა მარტო თქვენ გეხებათ, არამედ ყველა ნიშანს, უკვე 21 რიცხვიდან. აი აქედან უკვე შეიძლება მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პოზიტიური ცვლილებების შემოტანა თქვენ ცხოვრებაში. პრობლემები შეიძლება იყოს 20 რიცხვამდე თქვენს საოჯახო ურთიერთობებში, გაუგებრობებმა, შეიძლება ეჩვიონ თავი თქვენსა და ახლობლებს შორის, ამიტომ მოდი ასე ვთქვათ. პირველ რიგში, ესე იგი 20 რიცხვის ჩათვლით პერიოდი ითხოვს თქვენგან სიფრთხილეს, წინ დახედულობას, აქან ძველი საქმე დაასრულეთ, ყოველური საქმე შემოიფარგლეთ და უკვე 21 მარტიდან დაეწყეთ აქტიური მოქმედება, იმიტომ რომ იწყება თქვენი დრო, რომელსაც დიდხანს ელოდით და უკვე ყველა სახის შესაძლებლობები წარმატებისა ერთიორად მოიმატებენ. უels კარგი იქნება თქვენთვის 19 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 17-21 მარტის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის რაოდენობას, აღნიშნოთ, რომ აქაც 20 მარტის ჩათვლით შეიძლება ძველმა გადაუწყვეტმა პრობლემებმა მეტად ეჩინონ თავი. ან ძველი შეცდომები წამოთივთივეს წინა პლანზე და პრობლემების შექმნას ამან ცოტა მეტი ყურადღება გმართებთ ამ პერიოდში ფეიკების მიმართ, რომელიც შეიძლება ინტერნეტში გამოჩნდეს და ამიტომ ესე ადვილად ნოენდობით აქედან მიღებულ ინფორმაციას უკვე 21 მარტიდან პერიოდი გაცილებით უფრო სასიკეთოა. თუმცა ჯანმრთელობას ამ კუთხით არ ვჩივით. ჯანმრთელობა მდგრადია. 19 რიცხვი ახალ მთვარეობა ითხოვს ცოტა მეტ სიფრთხილეს და კონტროლს საკუთარი ემოციური მოქმედებების მიმართ და არაფერი ახალი მშვენი 19-ში არ დაიწყოთ. Ყველას კარგი იქნება თქვენთვის 18-22 მარტის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგათ 16-20 მარტის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ტყუპებს, უკვე აშკარად მოდი აღნიშნოთ, რომ აქ თქვენ იგრძნობთ უკვე 20 რიცხვის ჩათვლით მეტ მოშორნეებს, ისეთ ადამიანებს, რომელიც თურმე სულაც მათ არ უხარია თქვენი კარგად ყოფნა, წინსვლა და უფრო მეტ სირთულეებს გიქმნიან, უფრო მეტად კრიტიკულები არიან თქვენს მიმართ, ეჩვეპარება თქვენი მოქმედების სისწორეში და ასე შემდგომ, ამიტომ შეიძლება ცუდად დაძაბულობა გამოიწვიოს. ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელ პირებთან, ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული თქვენი განვითარების შესაძლებლობები და უკვე 21 რიცხვიდან რასაკვირველია პერიოდი გაცილებით უკეთესი აქ ენერგიაც მოგემატებათ, თვითრწმენაც გაძლიერდება, წარმატების ფაქტორი ყველგან და ყველაფერში ერთიორად გაიზრდება. ყველას კარგია თქვენთვის 19 მარტის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგათ 17-21 მარტის დღეები და ეს რიცხვებიც.
რაც შეეხება კირჩხიბებს, კირჩხიბებო ენერგოტონუს არუჩევი ჯანმრთელობა მდგრადია, თუმცა 19 რიცხვი ხუთშაბათი ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილებს ახალმთვარეობა, რომელზეც თქვენ ყოველთვის რეაგირებთ ესე ცოტა მძიმედ და ამიტომ ეცადეთ რომ აკონტროლოთ თქვენი ემოცია, არავითარი კონფლიქტები, საქმე და გარჩევები და შემდგომ და საერთოდ 20 რიცხვის ჩათვლით პერიოდით ცოტა ფრთხილად გავიაროთ, იმიტომ რომ გარკვეულმა პრობლემებმა შეიძლება იჩვენონ თავი, მათ შორის პროფესიონალური კუთხით შეიძლება მაგათი თანხა, რომელსაც ელოდებით აქ ვერ მიიღოთ გარკვეულმა სირთულეებმა კოლექტიური ძალისხმევის დროს ასევე შეიძლება იჩინოს თავი და ასე შემდგომ. თუმცა 21 რიცხვიდან პერიოდი გაცილებით უკეთესია, მაგრამ ამავდროულად მოდით ავნიშნოთ, რომ მთლიანობაში პერიოდი კარგია მოგზაურობის კუთხით, ოღონდ 19 რიცხვის გამოკლებით, რომელიც ამ კუთხით არანაირად არ არის სასურველი. Ყველას კარგი იქნება თქვენთვის 18-22 რიცხვები მარტისა და არ ვარგათ 16-20 მარტის დღეები და ეს რიცხვები და 19-ის რომ ცოტა ფრთხილად უნდა გაიაროთ, იმედია ეს გახსოვთ. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნებადობლებს, აღნიშნოთ, რომ 20 რიცხვის ჩათვლით გარკვეულმა შეცდომებმა, პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი, ძირითად მიზნებსაც კი შეიძლება გადაუხვიოთ, ზედმეტი სიჯუტე იჩენს თავს, არავის მოსმენა არ გსურთ, რაც შეიძლება შეცდომის თვალსაჩინო ფაქტორი გახდეს. უმჯობესია რომ ამ პერიოდში მაინც ენასწველი დააჭიროთ, საიდუმლო დაიცვათ, არ გათქვა თქვენი ინფორმაცია იმის გეგმების და თქვენი მიზნების შესახებ და ეს ის პერიოდია, რომელიც ცოტა მეტ ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობის მიმართაც. 21 რიცხვიდან აშკარად მოემატებს ენერგოტონუსი, უმჯობესდება პოტენციალი შესაძლებლობებისა, აქ აშკარად უკვე იგნობთ, რომ ყველაფერი აქტიურ მოქმედებაში მოდის და შანსები იდეების რეალიზაციისა წარმატების უკვე 21 რიცხვიდან აშკარად მოიმატებენ. 19 რიცხვი ფრთხილად უნდა გაიაროთ ახალმთვარეობა და აკონტროლეთ თქვენი ემოციები, არაფერი მნიშვნელოვანი, არავითარი საქმე და გარჩევა, შვიდად გავიაროთ ეს დღე. ყველას კარგია თქვენთვის 18-22 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 16-20 მარტის დღეები და 19-ის შესახებ უკვე ინფორმირებული ხართ. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებადობლებს, ენერგოტონუს არუჩევით, ჯანმრთელობა მდგრადია, შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვარობა წინა პლანზეა, მაგრამ აი 20 რიცხვის ჩათვლით შეიძლება რაღაც ფინანსურმა შეცდომებმა იჩინონ თავი. და რაც ელოდებით, აი ეს მოლოდინი შეიძლება მაინც არ გამართლეს ამ პერიოდში, რამაც შეიძლება გარკვეული გულაცრუება გამოიწვიოს თქვენში. თუმცა უკვე 21 რიცხვის შემდგომ წარმატების ფაქტორი მაინც მოიმატებს აშკარად და იგრძნობთ, რომ თქვენი იდეების რეალიზაციაც უფრო სასიკეთოდ წარიმართება. პარტნიორული თანამშრომლობა ეცადეთ ან პარტნიორული ურთიერთობა იყოს სტაბილური. ამაზე ბევრად არის დამოკიდებული თქვენი წარმატების ფაქტორი და 19 რიცხვი ხუთშაბათი ფრთხილად გავიაროთ. ამ რიცხვისთვის არაფერი მნიშვნელოვანი ახალი არ დაგეგმოთ, აკონტროლეთ თქვენი ემოციები, ეს არის ახალმთვარეობის ცოტა მძიმე პროვოკაციული დღე. და ყველას კარგია თქვენთვის 17-21 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგა ამ შემთხვევაში სწორედ 19 რიცხვი მარტისა ახალმთვარეობა ცოტა როგორც ისეთი რთული პროვოკაციული დღე ფრთხილად გავიაროთ. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნებადობლებს 20 მარტის ჩათვლით გარკვეულმა დაძაბულობა შეიძლება იჩინოს თავი თქვენსა და პარტნიორებს შორის, თქვენსა და ხელმძღვანელებს შორის, ამიტომ მეტად იღავით თავდაჭერილი, ნაკლები პრეტენზიები აქ არ გინდათ მიმართვა რაღაც თხოვნით ხელმძღვანელებისადმი, ეს ყველაფერი 21 რიცხვიდან. ეს ის პერიოდი, როდესაც კრიტიკის ქარცაცხრიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, აი ეს ყველაფერი ითხოვს აქ განსაკუთრებულ ყურადღებას. ანუ ყველადღორი საქმეებით შემოიფარგლოთ, ვიზრუნოთ ჯანმრთელობის სტაბილურობაზე და უკვე 21 რიცხვიდან შეუდგეთ უკვე აქტიურ მოქმედებას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 16-20 მარტის დღეები რიცხვები და არ ვარგათ 18-22 მარტის დღეები და შეძლებთ ეს რიცხვები 19-ის რო ფრთხილად უნდა გავიაროთ, როგორც ახალმთვარეობის მძიმე დღე, იმედია ესეც გახსოვთ. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნებადობლებს 20 რიცხვის ჩათვლით გარკვეულმა საწინააღმდეგო პარტნიორებს და განსაკუთრებით მანდილოსებთან კონფლიქტების ტენდენციებმა შეიძლება მოიმატონ. ასე ფინანსურმა, ასე ვთქვათ, სირთულეებმა, შეცდომებმა შეიძლება აკიჩინონ თავი. ამ კუთხით ვიყოთ ცოტა ყურადღებით, მაგრამ მთლიანობაში 19 რიცხვის გამოკლებით, რომელიც ახალმთვარეობაა და რომელიც ყოველთვის ფრთხილად უნდა გავიაროთ და ამ დღისთვის არაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არ დავნიშნოთ, მთლიანობაში სხვა მხრივ ეს კვირა კარგია. და ამიტომ თუ ამ ნეგატიურ ტენდენციებს გავითვალისწინებთ, შევინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს შვილებთან, სასწავლო პარტნიორებთან, ეს რადიკალურად მოგცემს საშუალებას, რომ მეტად წინ წაიწიოთ და უფრო მეტად
წარმატებული გახდეთ. ყველას კარგია თქვენთვის 17-21 მარტის დღეები რიცხვები და ცოტა ფრთხილად 19 იცი თქვენ ეს თქვენთვის ნეგატიური დღეა თან ახალმთვარეობას ემთხვევა და ფრთხილად უნდა გავიაროთ იგი. მშვილდოსანაც რაც შეეხება მშვილდოს ნება უპირველეს ყოვლისა, მოდით დავუშვათ რომ 20 რიცხვის ჩათვლით ცოტა ყურადღებით ვიღოთ, იმიტომ რომ ამ პერიოდში ფულის სხვადასხვა ხარჯვა არ არის სასურველი, ცოტა სულსწრაფობა მატულობს, ფინანსურმა დანაკარგებმა საქმეებში და პირად ურთიერთობებში დაძაბულობამ შეიძლება მეტად იჩინოს თავი ავტომატურად ტაქტი თავდაჭერა გამოავლოთ ამ კუთხით. არ ვეკამათოთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს ფრთხილად გავიაროთ ეს პერიოდი 21-დან უკვე გაცილებით მეტად წარმატებული შესაძლებლობები გექნებათ ყოველხრივ ურთიერთგაგებაც მოიმატებს. და ამიტომ ვეცადოთ რომ ფრთხილად ვიყოთ ამ პერიოდში და 19 რიცხვი განსაკუთრებით ყურადღებით გავიაროთ და ამ რიცხვისთვის არაფერი მშვენი განსაკუთრებული და სარისკო არ დავნიშნოთ. ყველას კარგია თქვენთვის 16-20 მარტის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგათ 18-22 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც, რომელიც ცოტა ფრთხილად უნდა გავიაროთ და მათ შეიძლება კიდე 19 მარტი ახალმთვარეობის მძიმე დღეც დაუმატოთ. რაც შეეხება თხისკას ზოდიაქოს ნიშნის აღოდებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდია მთლიანობაში, იმიტომ რომ შანსები წარმატებისა არის, მაგრამ აი 20 რიცხვის ჩათვლით საოჯახო ცოტა დაძაბულობამ კონფლიქტებმა შეიძლება იჩინონ თავი. ასევე აქ მოვერიდოთ ყველა სახის კაპიტალ დაფონდებებს, აი ამ კუთხით ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ სხვა მხრივ პერიოდი უდავოდ კარგია ჯანმრთელობა, მკრადია, შრომისუნარიანობის კუპა სათანადო დონეზეა 19 რიცხვისთვის არაფერი მშვენი არ დავნიშნოთ, არავითარი მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები ეს ახალმთვარეობის ცოტა მძიმე დღეა გავითვალისწინოთ და 20 რიცხვის შემდგომ ყველა ფინანსური წარმატებებიც მოიმატებენ, საქმიანი და ასე შემდგომ. მთლიანობაში კვირა ცუდი არ არის, მაგრამ 19 გავიაროთ ფრთხილად და საოჯახო კონფლიქტებს მაქსიმალურად დავარიდოთ თავი. აი ამ ნეგატიურ ტენდენციებს მიაქციოთ ყურადღება. ყველას კარგია თქვენთვის 17-21 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც და არ ვარგა 19 მარტის დღე, რომელიც ახალმთვარეობას უკავშირდება, გარკვეულ დაძაბულობას, კონფლიქტებს, შეცდომებს, თუნებებს და ამიტომ ამ მხრივ ეს დღე გავიაროთ ცოტა ფრთხილად და მოვერიდოთ ყველა სახის პროვოკაციებს. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის აღოდებულებს, ზოგადად თალიანობაში 20 რიცხვის ჩათვლით პერიოდი ითხოვს ყურადღებას, რატო? იმიტომ რომ მანდილოსნებთან დაძაბულობის კონფლიქტების ალბათობა მაღალია, ამიტომ მათთან ცოტა მეტი ტაქტი, სიფრთხილე, წინდახედულობაა საჭირო. კრიტიკა მათ შორის მათი მხრიდან თქვენი იქნება მომატებული, ამიტომ აქ აცეცაეთ რომ ცოტა უფრო შვიდად გაიაროთ ეს პერიოდი ძალიან არ აყვეთ ეს პროვოკაციულ მოქმედებებს მათი მხრიდან თუ ამას გააკეთებთ სხვა მხრივ არ იქნება ცუდი კვირა, მართალია ერგოტონსი ცოტა დაბალია ჯანმრთელობას უნდა ყურადღება, მაგრამ იგი ნელ-ნელა იწყებს მომატებას ამ კვირიდან. ეს ის პერიოდი, რომ მსოფლიოსას თქვენ შეგიძლიათ სხვა შორის წარმოაჩინოთ საკუთარი თავი ბიზნეს სფეროში, საქმიანობაში, გარკვეულწილად გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობაც, ან თავის სასკეთო, ან კომპენსაცია ზოგიერთ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მიიღოთ. ამიტომ ცუდი პერიოდი უდავოდ არ არის, უბრალოდ აი ეს ნეგატიური წყალშედინებები ითხოვენ ყურადღებას და ჯანმრთელობასაც ცოტა მეტი ყურადღება ნუ გადავიღლებით. დაიღალეთ, მაგრამ ნუ გადაიღლებით და 19 რიცხვი გავიაროთ ხილად. ხუთშაბათს არაფერი მნიშვნელოვანი სარისკო არ დაიწყოთ. ვეცადოთ რომ ეს ახალმთვარეობის მძიმე დღე ცოტა მშვიდად წინდახედულად გავიაროთ, არავითარი დაპირებები არ გასცეთ, აქ ფანტაზიებს ნუ არ დაეყრდნობით, ხოლმე რეალურ ფაქტებს დაეხტენით და ისე იმოქმედეთ. ყველას კარგია თქვენთვის 16-20 მარტის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც და არ ვარგათ 18-22 მარტის დღეები და რიცხვებიც და კიდევ განსაკუთრებით 19-ში ფეიკების ალბათობა მაღალია, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ და არც ერთ საბუთს ხელი არ მოაწეროთ, რომ მე შეცდომები არ დავუშვათ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის აღოდებულებს, თევზებო ძალიან აქტიურად უნდა გაიაროთ ეს პერიოდი. მართალია 20 რიცხვის ჩათვლით იგრძნობთ, რომ რაღაცა ფარული დროები, ჭორები, ინტრიგები ესენი აქტიურდებიან, მაგრამ ეს მაინც თქვენ დიდ პრობლემებს არ შეგექმნით, იმიტომ რომ მთლიანობაში პერიოდი მაღალია. კლიათ ძალიან პოპულარული შეიძლება გახდეთ საზოგადოებაში, წარმატება იდეების რეალიზაციის კუთხით, მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, ახალი შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს 19 რიცხვი გაიარეთ ხილად. ეს არის ახალმთვარეობის მძიმე დღე, არაფერი მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ დაიწყოთ, მშვენი გაწყვეტილებები არ მიიღოთ, აკონტროლეთ თქვენი ემოციას, ეგ 19 რიცხვის გამოკლებით დანარჩენი კვირის დღეები უნდა აქტიურად გამვლოთ, იმიტომ რომ შანსები წარმატებისა ფინანსური კუთხით, პირადული ურთიერთობების კუთხით, შეიძლება ახალი თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და მშვენი ინფორმაციას მიიღოთ, ყველა ესეთი პოზიტიური შანსები უდავოდ აქ საკმაოდ მაღალია.
ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ ყველას წარმატებულ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.